ნათელაშვილი ამორჩევლების წინაშე წარდგა უფალო სამედიცინო დახმარება, წართმეული ქონების დაბრუნება, თავისუფალი მედია. ეს ნაწილი იყო იმ პუნქტებიდან, რომლებიც ლეიბორისტების საპრეზიდენტო კანდიდატმა წარმოადგინა. მეტეხის ეკლესიასთან ნათელაშვილმა ფიციც დადო გამარჯვების შემთხვევაში ის პრეზიდენტის ინსტიტუტს გააუქმებს. კანადური წარმოების პიჯაკი ეს მომეწონა. ღირდა საკმაოდ ისეთი, რაც ლეიბორისტს უნდა ეცვას. ღირდა $180. $180 კოსტუმში და კონგრესმენის ნაჩუქარ ჰალსტუხში გამოწყობილმა შალვა ნათელაშვილმა საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია ღია ცის ქვეშ მეტეხის ეკლესიის ეზოში გამართა. მეტეხის ვალდებულება, ასე ჰქვია პრეზიდენტობის კანდიდატის სამგვერდიან პლატფორმას, რომელიც პირველ რიგში საპრეზიდენტო მმართველობის გაუქმებას ითვალისწინებს. მე დღეს არ ვდებ ფიცს. ფიცი აკრძალულია სახარებით. ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ გავაუქმებ არსებულ საპრეზიდენტო ინსტიტუტს, რომ ხალხი აირჩევს ყველა თანამდებობის პირს მოსამართლიდან დაწყებული და მერი გამგებლები დამთავრებული. სულ 2 კვირის წინ საპარლამენტო რესპუბლიკა შალვა ნათელაშვილის გეგმებში არ შედიოდა. მე არ შემიძლია ვანდო ვინმეს საქართველოს პრეზიდენტის პოსტი ჩემი თავის გარდა. იმიტომ რომ ის სხვა ვინმე, რაც არ უნდა კარგი მეგობარი იყოს, მე არ ვიცი, როდის რა გააკეთებს, რას გაკეთებს. ვალდებულება მეორე, სიტყვის თავისუფლება, ნატოში ინტეგრაცია, დასავლური ორიენტაცია, ცალკე აქცენტია სოციალური თემატიკა, უფასო ჯანდაცვა, უფასო განათლება, პენსიებისა და ხელფასების გაზრდა. ლეიბორისტების ლიდერს ლოზუნგზე დიდხანს არ უფიქრია. მან სლოგანი ექსპრომტად პრეზენტაციის დროს მოიფიქრა. წინ დიდი გამარჯვება გველოდება. წარსული დამარცხებულია. ეზოში პრეზენტაციის დამთავრების შემდეგ პრეზიდენტობის კანდიდატმა ლოცვა გადაწყვიტა. ეკლესიას თავდაპირველად კარი ვერ უპოვა. მოგვიანებით შევიდა და წმინდა გიორგის ხატთან სანთელი დაანთა. მეტეხთან ქართველ ჟურნალისტებს რია ნოვოსტის ოფისში კი ნათელაშვილი რუსული მედიის შეკითხვებს პასუხობდა და ბოლოდროინდელ ბრალდებებზეც ხუმრობდა. Надеюсь, что после завершения нашего сеанса я не стану двукратным агентом России. ლომონოსოვის უნივერსიტეტ დამთავრებული პირველი ლეიბორისტი ჟურნალისტებთან ბოდიშს ქართული აქცენტის გამო იხდიდა. Читаю, не пишу на русском языке, и поэтому заметно испортился мой, так сказать, разговорный язык. За это приношу извинения. ლეიბორისტთა ლიდერი რამდენიმე დღეში პრემიერის კანდიდატურას დაასახელებს. ნათელაშვილი მის ვინაობას არ ამხელს და ამორჩეველს მომავალ ორშაბათს სიურპრიზი პირდება. ერთიანი ეროვნული საბჭოს პრეზიდენტობის კანდიდატი ამომრჩევლებს დღეს ვაკეში შეხვდა. ბოლო მოწვევის პარლამენტში ლევან გაჩეჩილაძე ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი იყო, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მან ამ უბნის მოსახლეობასთან ყველაზე ადრე შეხვედრა. დღეიდან გაჩეჩილაძე აგიტაციას იწყებს ამომრჩევლებთან ჯერ თბილისში, მომავალი კვირიდან კი უკვე რეგიონებში. პრეზიდენტობის კანდიდატი მოსახლეობის შეკითხვებს პასუხობდა დღეს, ორშაბათს კი საარჩევნო პროგრამის წარდგენას გეგმავს. ჩემ საარჩევნო უბანში ოლქში დავიწყე საზოგადოებასთან შეხვედრა, ეს გაგრძელდება მათ შორის ამ ოლქშიც, იმიტომ რომ აუცილებლად წნეთშიც არის ასასვლელი ბაგებში, ნოსუბიძის პლატოზე, ვაჟაზე და საზოგადოებასთან შეხვედრები გაგრძელდება არა მარტო თბილისში, არამედ ჩვენ შემოვივლით საქართველოს და შემოვივლით ჯგუფ-ჯგუფად. გაყოფილი არა ვარ და არ ვიქნები. სანამ ჩვენ არ გვექნება იგივე საშუალება, როგორც აქვს ხელისუფლებას დღეს, რომ ჩვენ მივწდეთ ყველა იმ ადამიანებს, რომელსაც აქვს სურვილი. ამ პატარა დარბაზში შემოვიდა ის უმცირესი ნაწილი მოსახლეობის, როცა ძალიან ბევრი გარჩა. კიდევ ერთი კანდიდატი და კიდევ ერთი საარჩევნო პროგრამა 7 ნაბიჯი ჩვენი ოჯახების კეთილდღეობისათვის, ასე ქვია ირინა სარიშვილის მიერ მომზადებულ დოკუმენტს, თუმცა კეთილდღეობის რეცეპტების გარდა დღეს სარიშვილმა ის 7 უბედურებას დაასახელა, რაც მისი აზრით ქვეყანას ჭირს. სხვა კანდიდატების პროგრამებისგან მის პროგრამას ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი განასხვავებს. ეს არის ურთიერთობები მეზობელ სახელმწიფოსთან და უარი ალიანსის ევროპაზე. ყოფილმა დისიდენტმა და ერთადერთმა ქალმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ოპოზიციას, რომელიც მასთან ისედაც არ თანამშრომლობს, სატელევიზიო დებატებზე უარი უთხრა. სამაგიეროდ ირინა სარიშვილმა უკვე ზუსტად იცის, თუ ვისთან სურს დებატები და რა მიზეზით. სააკაშვილს ვეტყვი იმას, რაც კახა ბენდუქიძემ თავის დროზე უთხრა ახალ მემარჯვენეებს. გახსოვთ? რუსულად უთხრა. აი მერე კიდევ როგორც ცოტნე გამსახურდიამ დაახასიათა 2-7 ნოემბრის აქციის ზოგიერთი მონაწილე. აი იქ გაუშვებს სააკაშვილს. პრეზიდენტობის კანდიდატი თავს უკვე კომფორტულად გრძნობს, თუმცა პრეტენზიას უფრო თბილ სავარძელზე მაინც აცხადებს. ამისთვის მან სულ მცირე 7 ნაბიჯი უნდა გადადგას. სწორედ ასე ქვია მის წინა საარჩევნო პროგრამას ჩვენი ოჯახების საკეთილდღეოდ.
საქართველო ირჩევს დაბალანსებულ საგარეო პოლიტიკურ კურსს, რაც ნიშნავს ნებისმიერ პოლიტიკურ სამხედრო ან სამხედრო პოლიტიკურ ალიანსზე უარის თქმას, მეზობელ სახელმწიფოებთან ნორმალური პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების დამყარებასა და განვითარებას. სწორედ მეზობელ სახელმწიფოში იმყოფება სარიშვილის ახლო მეგობარი იგორ გიორგაძე. კანდიდატი ამტკიცებს, რომ მისი პარტიის მთავარი დამფინანსებელი საპრეზიდენტო კამპანიას არ დააფინანსებს. ახლა სასაცილოდათ არ მყოფნის იმაზე საუბარი, რომ იგორ გიორგაძე აფინანსებს ჩემს წინასაარჩევნო კამპანიას. ეს ნამდვილად არ არის ასე. სხვათა შორის ეს კიდევ გამოჩნდება სულ ახლო მომავალში ვის რა ფინანსური წყაროები აქვს. აქცენტი სარიშვილის პროგრამაში შრომის ანაზღაურების გაზრდასა და საკუთრების უფლებებზეც კეთდება. ის ერთ-ერთი მემარჯვენე კანდიდატის მსგავსად კონსტიტუციურ მონარქიას ემხრობა. მანამდე კი ოპონენტების გამარჯვების შემთხვევაში მათ შესაძლო რეაქციებზე საუბრობს. მე ყველაზე მნიშვნელოვანი მგონია ის რა მოხდება 5 იანვრის შემდეგ. ანუ გაუსკდება თუ არა რომელიმე ოპოზიციურ კანდიდატს გული თუ ის შემთხვევით მისთვის მოულოდნელად გახდება პრეზიდენტი. საკუთარ რეაქციამდე ირინა სარიშვილმა მზადება უკვე დაიწყო. მის საარჩევნო შტაბში არჩევნების მოგებაზე სერიოზულად მუშაობენ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში გია მაისაშვილი იდეალიზმზე დაფუძნებული პრაგმატული სახელმწიფოს აშენებას გეგმავს. ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა დღეს კომპოზიტორთა სახლში ხელოვანებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. მაისაშვილის თქმით, საქართველოს ახალი პრეზიდენტის მთავარი მისია ინდივიდების ერთობლიობაზე დაფუძნებული ქვეყანა ააშენოს. რას მოაქვს საქართველოსთვის ბედნიერება, რა არის მთავარი? არა უბრალოდ ქაქანი, არა უბრალოდ რიტორიკა, არამედ კონკრეტული საუბარი ეკონომიკაზე, სოციალურ საკითხებზე, საგარეო პოლიტიკაზე, ჩვენს სულიერებაზე, იმ ღირებულებებზე, რომელზეც უნდა დაეფუძნოს საზოგადოება. ეს იყო მთავარი სათქმელი. დავით გამაყრელიძე დღეს საკუთარ გეგმებზე ჟურნალისტებს ესაუბრებოდა კონფლიქტების მოგვარება, სიტყვის თავისუფლება, კონსტიტუციური მონარქია და სამართალდამცველი სტრუქტურების რეფორმა. ეს სისტემები იყო, რაზეც მედიის წარმომადგენლებმა დღეს განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს. თანხმობა ყველა საკითხში მიღწეული არ არის, თუმცა 3 საათიანი შეხვედრა ჟურნალისტებთან მემარჯვენეების ლიდერისთვის მაინც მნიშვნელოვანი იყო. ტრადიციული სამოქმედო გეგმის გაცნობის შემდეგ ყველაზე მეტი შეკითხვა თავისუფალი სიტყვისა და კონფლიქტების მოგვარების გამყრელიძის ეულ გეგმებზე დაისვა. პრეზიდენტობის კანდიდატმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნატოში ინტეგრაცია მისთვისაც პრიორიტეტი იქნება. აუცილებელია იმ საომარი სიტუაციის განმუხტვა, რომელიც დღეს რუსეთთან არის ჩამოყალიბებული. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს ილუზია აქვს, რომ რუსეთი რაიმენაირად გახდება მოკავშირე აი ამ კონფლიქტური სიტუაციების და ტერიტორიული თლიანობის პრობლემების მოგვარების. რა თქმა უნდა, არა, მაგრამ სიტუაციის განმუხტვა და დიალოგის რეჟიმში გადასვლა მინიმუმ იმის მომდანი უნდა იყოს, რომ მოიხსნას რაღაც ეს ეკონომიკური ბლოკადა და მოიხსნას ასეთი მკაცრი სავიჯრო რეჟიმი. მან ისაუბრა კონფლიქტებთან მიმართებაში როგორი იქნება მისი პოლიტიკა, ამ შემთხვევაში მისი ხედვა ჯერჯერობით ჩემთვის ყველაზე მისაღები არის, რაც კი მე პოლიტიკოსებისგან მსმენია. იდეას, რომ კონსტიტუციური მონარქია უნდა იყოს საქართველოში, მე როგორც მოქალაქე თითქოს არ ვარ მზად ამისთვის, მაგრამ პროგრამა მომეჩვენა ძალიან საინტერესო. 3 საათიანი შეხვედრის შემდეგ პარალელები სხვა პრეზიდენტობის კანდიდატეთთანაც გაკეთდა. მე ვფიქრობ, რომ მათი ენა სამეთყველო ელექტორატთან ჩემი აზრით არის ოდნავ ცოტა მძიმე. დავუშვათ ნაციონალები და სააკაშვილი უფრო მეტად შეიძლება ეს პოპულისტური ეს სხვა საკითხია, უფრო მეტად გასაგებად ლაპარაკობენ მარტივად, ეუბნებიან რომ გაგიზდით ხელფასებს, ამას ვიზამთ, იმას ვიზამთ. და თუ გამყრელიძე უფრო ორიენტირებულია თქვას, რომ აი ამან შეიძლება რაღაცა სირთულეები მოიტანოს. მედიის წარმომადგენლებისგან განსხვავებით დახურულ კარს მიღმა მოისმინა გამყრელიძის საპრეზიდენტო პროგრამა არასამთავრობოთა ნაწილმა. როდესაც კანდიდატი გეუბნება, რომ ადამიანის უფლებები იქნება პრიორიტეტი, ეს რა თქმა უნდა ჩვენთვის უფლებადამცველებისთვის ძალიან მისაღებია. არასამთავრობო სექტორი იმ რეფორმებითაც დაინტერესდა, რომლის გატარებასაც გამყრელიძე სამართალდამცველ სტრუქტურებში აპირებს. როდესაც ქითოშვილი საპროცესო შეთანხმებით გამოდის გარეთ, ეს ყველა ზღვარს ხდება. საპროცესო შეთანხმება, აი ეს წინასწარი პატიმრობა და დისციპლინური კომისიის დაკომპლექტების პრინციპი, ეს რა თქმა უნდა არასაკმარისი, მაგრამ ჩემის აზრით აუცილებელი და სასწრაფოდ გადასარგმელი ნაბიჯებია იმისთვის, რომ ჩვენ გარკვეულწილად მეტად დაცული ვიყოთ. ძალიან კარგი პუნქტი არის, რომელიც იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაში გენერალური პროკურორის ფუნქციის გადატანას, მე ვფიქრობ, ეს პროგრესული ნაბიჯია ძალიან. მოსაზრებების მოსმენის შემდეგ დავით გამყრელიძე წინასაარჩევნო პროგრამაში კორექტივების შეტანას აპირებს. პრეზიდენტობის კანდიდატი მორიგ გასვლას უკვე მოსახლეობასთან გეგმავს.
საპრეზიდენტო არჩევნები, რა თქმა უნდა, დღეს არჩევანის მთავარი თემა იქნება. ვახოსანაია ახლა პირდაპირ ეთერში ისაუბრებს თავისი სტუმრების შესახებ. ვახო გისმენთ. საღამო მშვიდობისა, ბადრი პატარკაციშვილის ინტერვიუ პრეზიდენტობის კანდიდატს ჟურნალი ვლასტი ესაუბრა. პატარკაციშვილი წინა საარჩევნოდ მოსალოდნელ პროვოკაციებსა და მის შესაძლო ლიკვიდაციაზე საუბრობს. მისი განცხადებით დაგეგმილია ქვეყანაში არეულობისა და სააკაშვილზე თავდასხმის ინსცენირება, რომელიღაც მაღალ ჩინოსნის მკვლელობაც. პატარკაციშვილის მტკიცებით ეს ყველაფერი სწორედ მას უნდა დაბრალდეს. ამ თემაზე ჩვენი სტუმარი იქნება საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე. პატარკაციშვილმა ნიკა რურუასთან ერთად სცენარის თანაავტორად დაასახელა. დღესვე არჩევანი განაგრძობს პრეზიდენტობის კანდიდატებთან შეხვედრას. ჩვენი სტუმრები იქნებიან შალვა ნათელაშვილი და ირინა სარიშვილი. ორივე მათგანმა დღეს საპრეზიდენტო პროგრამა წარმოადგინა. დაგეგმილი გვაქვს პირდაპირი ჩართვა მოსკოვიდან საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე. მოვისმენთ პოლიტოლოგ კონსტანტინე ბარავოის მოსაზრებებს. და არჩევანის ბოლო ნაწილში ვინ რა ნიშნით აძლევს ხმას ამა თუ იმ კანდიდატს 5 იანვარს სტუდიაში საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები და კახი კალაძის პირდაპირი ჩართვა მილანიდან. ასე რომ დაგველოდეთ არჩევანი 9 საათიანი კურიერის დასრულებისთანავე დაიწყება. მადლობა ვახო, წარმატებულ ეთერს გისურვებთ. ერთიანი ეროვნული საბჭო პრეზიდენტობის კანდიდატს მიხეილ სააკაშვილის ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს, მაგალითად კახა კუკავამ და თინა ხიდაშელმა ერთობლივ ბრიფინგზე სააკაშვილის გუშინდელი გამოსვლა მოიყვანეს, როდესაც იგი დევნილებს შეხვდა და კონკრეტული დაპირებები მისცა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა განცხადებით, ისინი საქართველოში წინა საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობაზე ყოველდღიურად მიაწოდებენ ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაციებს. წინა საარჩევნო პერიოდში არსებულ დარღვევებზე დღეს მემარჯვენეებით საუბრობდნენ. თუ ასე იწყება ყველაფერი 3 დღის შემდეგ კამპანიის დაწყებიდან, წარმოვიდგინოთ რა შეიძლება მოხდეს ამ დარჩენილი 36 დღის განმავლობაში. ეს ყველაფერი უნდა აღიკვეთოს იმდენად რამდენადაც ეს არღვევს გამჭვირვალობას, დემოკრატიასა და თანაბრობას საარჩევნო კამპანიის პერიოდში. ჩვენ ყველა ამ დარღვევას გავარსაჩივრებთ სამართლებრივი წესით, იმიტომ რომ შეუძლებელია საუბრობდეთ საარჩევნო კამპანიის შესახებ, როდესაც ერთ მოქალაქეს მინიჭებული აქვს სახელმწიფო პრივილეგიები, ხოლო ყველა სხვა დანარჩენი ჩაყენებული არის დისკრიმინაციულ მდგომარეობაში. თუკი საქართველოს ხელისუფლებას აქვს ოდნავ ინება მაინც, რომ საქართველოში 5 იანვარს ჩატარდეს სამართლებრივი არჩევნები, ყველაფერი იმას, რაც ჩვენ ვიხილავთ გუშინ და გუშინ წინ საქართველოს ტელევიზიებით, როგორ მოქმედებს ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი მოქმედი პრეზიდენტის რეჟიმში, მიეცეს სამართლებრივი შეფასება და ამ ყველაფერთან დაკავშირებით იქნეს გამოტანილი ოფიციალური გადაწყვეტილებები. ქართული ტელეარხებისთვის ან სხვა ქართული გამოცემებისთვის არ შეიმჩნევია, რომ თქვათ ვინმეს რაიმე ღონისძიება არ გაშუქდა და იბლოკება. ნამდვილად არ შეიმჩნევია. თუ კი ასეთი ხდება, ამისთვის არსებობს შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები და კანდიდატებმა აუცილებლად უნდა მიმართონ ან ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ან სასამართლოს უნდა მიმართონ და ამით ეცადონ თავისი უფლებები აღადგინონ. ცენტრალური საარჩევნო კომისია უსაფუძვლოდ მიიჩნევს ოპოზიციის ბრალდებას მედიაში კანდიდატებისთვის დროის პარიტეტის დარღვევის თაობაზე. ლევან თარხნიშვილის განცხადებით, საარჩევნო ნორმების დაცვა მედია საშუალებებისთვის მას შემდეგ გახდება აუცილებელი, რაც კანდიდატები ოფიციალურად დარეგისტრირდებიან. CSKOV-ს დღევანდელ სტომაზე ის ნორმები და დადგენილებებიც განიხილეს, რომელთა დაცვა წინა საარჩევნო პერიოდში სავალდებულო გახდება. მედიის წარმომადგენლებმა CSKOV-ს წინსწრებად უნდა აცნობდნენ ის დრო, რომელსაც ისინი კანდიდატების ფასიან რეკლამას დაუთმობენ. კანონის მუხლებს თუ მისდევთ ჯერჯერობით ის ნორმები, რომელიც ავალდებულებს მაუწყებლებს იმოქმედებს აი იმ წესების თანახმად, რომელიც მოქმედებს საარჩევნო აგიტაციის პერიოდში, ჯერჯერობით არ აქვს მოხმედებულა. ჩვენ მივიღეთ ის დადგენილებები და ის ნორმები, რაც კანონში უკვე გაწერილია, ანუ ფასიანი რეკლამის შესახებ, უფასო რეკლამის შესახებ, უბრალოდ მიუთითეთ, როდის უნდა წარმოადგინონ მაუწყებლებმა ინფორმაცია ფასიანი რეკლამის. ეს არის წინსწრებად, ასე ვთქვათ, ორშაბათს. ტელეკომპანია იმედის მაუწყებლობის შეჩერების მიზეზებს თბილისში სპეციალურად მოვლენილი პოლონელი მედია ომბუდსმენი სწავლობს. შეხვედრა ოპოზიციასთან და იმედის ჟურნალისტებთან დღესვე განცხადებას შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები აკეთებენ. ადამ მიხნიკი თბილისში სწორედ ევროკავშირისა და შეერთებული შტატების რეკომენდაციით ჩამოვიდა. ოპოზიციისა და იმედის თანამშრომლების შეხვედრა პოლონელი სტუმარი უკვე ხელისუფლების პრეტენზიებს მოისმენს. ნატო მახვილაძე საუბრობს პირდაპირ ეთერში, ნატო რომ დავაზუსტოთ მიხნიკის მისია რაში მდგომარეობს. მან ინფორმაცია უნდა მიაწოდოს ევროკავშირს თუ ვითარებიდან გამოსავლის კონკრეტული გეგმები აქვს.
ბუნებრივია ადამ მიხნიკს გააჩნია საკუთარი გეგმა, ასევე მექანიზმი, თუმცა ამაზე საუბრისგან მან თავი დღეს შეიკავა, მან გარკვევით განმარტა, რომ ის არის მომრიგებელი ხელისუფლებასა და იმედს შორის და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პრობლემა მალე გადაიჭრას. ადამ მიხნიკი თბილისში ევროკავშირის კონკრეტული გზავნილით ჩამოვიდა. პოლონელი მედია ომბუდსმენი ტელეკომპანია იმედის პრობლემებს ადგილზე სწავლობს. მე საქართველოში ევროკავშირის ინიციატივით და მიხეილ სააკაშვილის მოწვევით ჩამოვედი. ძალიან გვაშფოთებს კრიზისული სიტუაცია, რომელიც საქართველოში შეიქმნა. სამწუხარო რომ ტელეკომპანია იმედი წინასაარჩევნოდ დახურულია. დახურულ კარს მიღმა იმედის ჟურნალისტებს ევროკავშირის წარმომადგენელი ნახევარი საათის განმავლობაში უსმენდა. ადამ მიხნიკი ტელეკომპანიაში სამართალდამცველების შესვლის დეტალებითაც დაინტერესდა. ის არის ასე ვთქვათ ერთ-ერთი შუამავალი და ადამიანი, რომელიც გვეხმარება დიალოგის წარმოებაში ხელისუფლებასთან. ანუ აქ იყო საუბარი ჩვენ რა პრეტენზიები გვაქვს ხელისუფლებასთან, ხელისუფლებას რა პრეტენზიები შეიძლება გქონდეს ჩვენთან. რა თქმა უნდა, ყველა შევთანხმდით, რომ კატეგორიულობის ტონი ორივე მხრიდან ამ შემთხვევაში არაფრის მომტანი იქნება. პოლონელი მედია ომბუდსმენის დასკვნას ელოდებიან ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტშიც. ეს პრობლემა აუცილებლად უნდა მოგვარდეს. სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას არანაირი გამართლება არ აქვს. თავის მხრივ მედია პასუხისმგებელი უნდა იყოს საკუთარ პროფესიონალიზმზე და უნდა იყოს თავშეკავებული, მაგრამ ეს პასუხისმგებლობა არ უნდა აიძულო პოლიციის რეიდით. იმედი უნდა გაიხსნას. და ამ საკითხებზე უკვე მუშაობთ, არსებობს მექანიზმი, რომლის ავტორი სოლიდარობის ლიდერია. იგი თბილისში იმყოფება და დაეხმარება ამ საკითხის მოგვარებაში მხარეებს. ჩვენ მხარს დაუჭერთ მის მექანიზმს. საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები ობიექტური და სამართლიანი უნდა იყოს. ამისათვის საჭიროა იმედის გახსნა. იყო საკითხები ობიექტურობასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს შეკითხვები ყველა სხვა ტელევიზიებთანაც არსებობდა. იმედი გვაქვს ადამ მიხნიკი ყველა პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება ქართულ მედიას. საქართველოს მთავრობა კი ნიუსკორპთან კონსულტაციებს კვლავ განაგრძობს, თუმცა იმედის გახსნის თარიღი ჯერ ისევ უცნობი რჩება. მე იმედი მაქვს, რომ ეს საკითხი გადაწყდება, მაგრამ გადაწყდება არა ისე, როგორც უნდათ იმ აგრესიულ ძალებს, რომლებმაც შექმნეს ეს სიტუაცია რთული. არამედ კომპრომისი, რომელიც უნდა მოიძებნოს და ჩვენ არ გვჭირდება დამატებითი დესტაბილიზატორი ფაქტორი, რომელიც შეიძლება ამ კომპანიამ და ამ ტელეკომპანიამ შექმნას. თუმცა მე მიმაჩნია, რომ ჩვენ რასაკვირველია, უნდა უზრუნველყოთ, რომ ყველა მედია საშუალება საქართველოში იყოს თავისუფალი. დამატებით არგუმენტებს საქართველოს ხელისუფლებისგან პოლონელი მედია ომბუდსმენი ხვალ მოისმენს. მისი შეფასებები ორ დღეში გახდება ცნობილი. ადამ მიხნიკს დღეს საკმაოდ დატვირთული გრაფიკი ჰქონდა ჟურნალისტების გარდა, მან დღეს უმასპინძლა ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებსაც. იმიტომ რომ იმედთან დაკავშირებით და სხვა ტელეკომპანიების შეწოვლისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სოფლიო არის ერთ აზრზე. თუ სააკაშვილი და მისი გუნდი წავა სოფლიოს წინაშე, მაშინ მათ მოუწევთ პასუხისმგებლობის აღება. საკუთარ შებასებებს უკვე მედია ომბუდსმენი თავის შემაჯამებელ ბრიფინგზე გამოაქვეყნებს, ეს დაახლოებით ორ დღეში მოხდება. კურიერ 9 საათზე პირდაპირ ეთერში ბრუნდება. თბილისის 80-მდე საჯარო სკოლაში გაკვეთილები კვლავ გაყინულ საკლასო ოთახებში ტარდება. ზამთრის დადგომასთან ერთად აღმოჩნდა, რომ სასწავლო დაწესებულებებში გათბობის ახალი სისტემების დამონტაჟებისას ტექნიკური ხარვეზები იყო დაშვებული. მდგომარეობის გამოსწორებამდე ერთ-ერთი სკოლის ხელმძღვანელობამ სწავლის დროებით შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, ნაწილი კი გათბობის ალტერნატიულ ვარიანტებს ეძებს. და სკოლაში მხოლოდ ეს ოთახი თბება, პატარა ელექტროქურით. გაკვეთილები 39 საჯარო სკოლაში უკვე 2 დღეა არ ტარდება. სიოდად გაფითრებულები იყვნენ, გალურჯებულები იყვნენ და ბოლო გაკვეთილზე მე-5-დან მე-6-ე რომ უნდა დაწყებულიყო, მართლა უკვე ისეთი აუტანელი ქარიც იყო და სიცივეც იყო და დირექტორმა გაგვაშვებინა ბავშვები. კლდანის კიდევ ერთ სკოლაში გაკვეთილებს მოსწავლეების მხოლოდ ნახევარი ესწრება. 171 საჯარო დაწესებულებაში გათბობის ჩართვამდე გაკვეთილების დროის შემცირებას აპირებენ. ბავშვები არ დადიან სკოლაში, ბევრი მოსწავლე ავადმყოფობას ჭირს და ჩვენც გცივა რა, ველოდებით სკოლაში როდის ჩაგვირთავენ პეიჯს. განათლების ახალი მინისტრი დღეს მხოლოდ იმ სკოლებში მივიდა, სადაც გათბობის ჩართვა მოხერხდა. მაია მიმინოშულმა 106 და 93 საჯარო დაწესებულებებში სისტემა საკუთარი ხელით ჩართო. ეტაპობრივად ხდება სკოლების ჩართვა. დღეს რამდენადაც ვიცი 25 სკოლაში ერთდროულად ჩაერთო, ასე რომ ფაქტურად 3 დღეში ყველა სკოლა იქნება გამთბარი. მანამდე ძალიან ციო და მოცამოდიოდი და ყველა ვიყო დაძაბული, რომ ძალიან ციო და ამიტომ და დღეს ძალიან გაგვიხარდა, რომ სკოლაში სითბო იყო.
გათმობის ახალი სისტემის მონტაჟი საჯარო სკოლებში ზაფხულიდან დაიწყო. მერიისა და განათლების სამინისტროს ერთობლივ პროექტში ტექნიკური ხარვეზების სიცივეების დადგომის შემდეგ აღმოაჩინეს. დღეს დილით მუშაობდა რაღაცა იქ ფარსუნკების პრობლემა და 1000 რაღაცა დეტალი შეიძლება აღმოჩნდეს. მაგას მნიშვნელობა აქვს დღე და ღამე უნდა გაათენოს თითოეულმა ამ ადამიანმა, ჩვენგანაც გამოყოფილია შესაბამისი ხალხი, რომ 5 დეკემბრამდე მოხდეს აი ყველა ჩასართავი ობიექტის ყველა სკოლის ჩართვა. სხვა შემთხვევაში ყველას პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. გაახდება განათლების სამინისტროდანაც, ყაზტრანსგაზიდანაც, იქნება თუ მერიიდან ყველა ვისაც ეს ვინც ამ პროცესში იყო ჩართული, ძალიან კაცრად მოეკითხება. თბილისის 80-მდე სკოლა ჯერ ისევ ართმება. ასეთივე მდგომარეობა არის რეგიონებშიც. პრობლემის მოგვარებამდე განათლების სამინისტრო საჯარო სკოლებს გათბობის ალტერნატიული საშუალებების გამოყენებას ურჩევს. ხანძარი ქუთაისში მთლიანად დამწვარია ქალაქის 42-ე საჯარო სკოლა ცეცხლის შენობაში შუადღისას გაჩნდა და რამდენიმე წუთში მთელ სკოლას მოედო. ხანძარს ერთდროულად აკრობდნენ ქუთაისსა და წყალტუბოს სახანძრო სამსახურები. ცეცხლის გაშენისას შენობაში უკვე შეწყვეტილი იყო სასწავლო პროცესი, პედაგოგებმა მხოლოდ კომპიუტერებისა და მოსწავლეთა პირადი საქმეების გადარჩენა მოახერხეს. ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი. შეამჩნია აყარულმა კრიშაზე სახურავზე რომ ბოლი იყო შეატყობინა სახანძროს მოსვლამდე ძალიან უცებ გავრცელდა ცეცხლი და ჯერაც კიდევ ებრძვია მეხანძროები რომ მთლიანად გავუკეთონ მობილიზაცია. თითოეულობამ ქუთაისის ელექტრომომარაგებაში პრობლემები შეუქმნა მოსახლეობის ნაწილი დენის გარეშე დილიდან დარჩა, თუმცა შუადღიდან აღადგინეს დაზიანებული უბნები და ამ დროისთვის ელექტროენერგია უკვე თითქმის მთელ ქალაქს მიეწოდება. დათოვლილი ქუჩების გააცმენდად სპეცტექნიკა მუშაობს. პირველი ოფიციალური ვიზიტი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის რანგში ნინო ბურჯანაძე ბრიუსელიდან გამთენიისას დაბრუნდა. ევროპარლამენტის პრეზიდენტსა და ნატოს გენერალურ მდივანთან ოფიციალური შეხვედრისას მხარეებმა ძირითადად საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება განიხილეს. როგორც დელეგაციის წევრები აცხადებენ, ევროკავშირი საქართველოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს და არჩევნებზე დამკვირვებელთა დელეგაციას აუცილებლად წარადგენს. მიუხედავად გარკვეული კრიტიკისა, რომელიც ისმოდა საქართველოს მიმართ და თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რამოდენად ძალები იყო ჩართული იმაში, რომ ტყუილი და მართალი ერთმანეთში ყოფილიყო არეული და საქართველო გამოჩენილიყო ძალიან დაზარალებული საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში. ამის და მიუხედავად, მე კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღნიშნო, რომ ჩვენი მეგობრები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ მიიღონ ობიექტური, დეტალური ინფორმაცია. ისინი ელოდებიან იმას, რომ არჩევნები ჩატარდება ნორმალურ, დემოკრატიულ და სამართლებრივ გარემოში, რაზეც მე ერთმნიშვნელოვნად განვაცხადე, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის და მე პირადად ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ არჩევნების დემოკრატიულობა შეეჭვი არავის შეეპაროს. გაერო შტაბინაში დღეს დევნილების დაბრუნების საკითხს განიხილავენ შეხვედრას ორგანიზაციის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები ესწრებიან. ღია დისკუსია გაეროში საქართველოს ელჩმა ირაკლი ალასანიამ გახსნა. შეხვედრაზე აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ხელმძღვანელის იმყოფება. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აფხაზეთიდან დევნილთა დაბრუნების საკითხზე გაეროში ღია დისკუსია მიმდინარეობს. საკუთარ სახლებში დაბრუნებამდე აფხაზეთიდან დევნილებს ის ფართი უმტკიცდებათ, სადაც ამჟამად ცხოვრობენ. მთავრობაში შემუშავებული კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში დევნილებს საცხოვრებელს უსასყიდლოდ დაუკანონებენ. თუმცა ინიციატივა მხოლოდ იმ ოჯახებზე ვრცელდება, რომლებიც სახელმწიფო და თვითმმართველობის კუთვნილ შენობაში არიან. ბავშვებს ტელეფონზე ყველას ჩავაწერიეს. აფხაზეთში რომ დაბრუნდება დარწმუნებულია. იცის რომ მისი ორსართულიანი სახლი თითქმის განადგურებულია, მაგრამ 16 წელია სოხუმის ბინის საბუთებს მაინც ინახავს. აქეთაც ბალკონი. ახურავი არა აქვს, შემომითვალეს, ფანჯრები ჩამოღებულია, ჭერი არა აქვს, იატაკი არა აქვს, მაგრამ ყველა კედელი ხო დგას. კედელს დაუბრუნდები და ჩემი ქმრის საფლავს დაუბრუნდები აუცილებლად. კოკაიები 15 წელია, რაც სხვა დევნილებთან ერთად თბილისის ზღვაზე კორპუსებში ცხოვრობენ. ძიმე კომუნალური პირობების მიუხედავად, საცხოვრებელი ფართის დაკანონება აფხაზეთიდან დევნილებს მაინც სურთ. სადაც ავარდი ეხლა ხო ამ დღეის დღე რომ დავრჩეთ რომ მე არ იქნეს მაგალითად გაყვანა და გაგვასახლონ და დაგვიტოვონ ადგილი სანამ დაბრუნება არ იქნება მანანდის დაბრუნება იქნება ჩვენ საფხაზეთში და გვაბრუნებენ თორე და დავრჩეთ ადგილზე. დევნილებისთვის საცხოვრებელის დაკანონებაზე მთავრობა უკვე რამდენიმე თვეა მუშაობს. ის რომ დევნილებს საკუთარ ფართს უსასყიდლოდ გადასცემენ, დღეს ახალმა მინისტრმა წყალტუბოში ჩასახლებულებს პირადად ამცნო. ეს არის განცდა იმისა, რომ მოქალაქეებს, ანუ დევნილებს არ კონდეთ
იმის შიში რომ ყველაზე ვიღაცა მოადგება და ეტყვის რომ დამიცალეთ შენობა. აი სადაც ამნიშნულოვანია. დაბრუნებამდე ის იქნება პროცედურები ცოტა რთულია, გესმით ეს თქვენ, ამას ერთი კვირა 10 დღე ჭირდება მოსამზადებლად, მაგრამ მონდომებას წინ არ უდგას არაფერი, ხა ეს გაკეთდება. იქით-აქით გადმოსვლას ჯობია, მაგრამ ცოტა კიდე რომ პირობები შეგვიქნას, რომ სახს მივხედოთ, ცოტა გავარემონტო და იქით ეს უკეთესი იქნება, რა თქმა უნდა. და აფხაზეთში ამოვნები დავბრუნდები. წუცაც არ ჩავფიქრდები ისე. პროცედურულ დეტალებზე მუშაობა სუბელიანის უწყებაში და ეკონომიკის სამინისტროში რამდენიმე დღეში დასრულდება. უკვე დაწყებულია კანონპროექტის განხილვა პარლამენტშიც. რამდენიმე იურიდიული დეტალის დაზუსტების შემდეგ საკანონმდებლო ორგანო მთავრობის ინიციატივას დაამტკიცებს. ეს შეეხება ყველა იმ იძულებით გადაადგილებულ პირს, რომელიც დროებით განთავსებულია საცხოვრებლად სახელმწიფოს და თვითმმართველობის კუთვნილ შენობებში, არანაირი თანხის გადახდა ამ შენობების შესაბამისი ფაქტის გადაცემისას არ მოხდება და შესაბამისად ეს პირები უსასყიდლოდ მიიღებენ ამ ფაქტს. ეს ინიციატივა გულისხმობს, რომ ეს პრობლემები გადაწყვეტილი იქნება დევნილთა ინტერესებით სასარგებლოდ. რაც შეეხება ასე ვთქვათ პრივატიზებას, ეს სწორედ გულისხმობს, რომ ასეთი საკითხები დარეგულირდება იმ შემოთავაზებული კანონმდებლობით, რომელიც უზრუნველყოფს დევნილებს ღირსეული, უსაფრთხო და ხანგრძლივადიანი საცხოვრებლით. მთავრობის ინიციატივა სასიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა წყნეთში ჩასახლებული დევნილებისთვისაც. მათ ახლა ის პროცედურები აინტერესებთ, რომელიც სახლების დაკანონებისთვის არის საჭირო. თუ დაკანონდება, ნორმალურად დაკანონდება, ხო? მე ეს просто მინდა რომ ვინმე განმიმარტოს ამის უკან როგორ იქნება საქმე. სიტყვა კარგია, დაკანონდება, მაგრამ აი როგორ გაგრძელდება მე რა მოყვება ამ სანამ ვიქნები წასვლამდე აფხაზეთისა თუ ყველა დეტალს მოგვიანებით მათ ახალი მინისტრი პირადად განუმარტავს. კობა სუბელიანი კომპაქტურად დასახლებული ყველა ობიექტის ჩამოვლას და კომუნალური პრობლემების მოგვარებასაც გეგმავს. ფესტივალი პრომეთე კინოთეატრი. პირდაპირ ეთერში ბრუნდება საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი დღეს ტყიბულში იმყოფებოდა. ბოლო გაჩერება ყველაზე ხანდაზმული მაღაროელის ოჯახი იყო. დღესვე სააკაშვილი ადგილობრივ მოსახლეობას თეატრის შენობაში შეხვდა და ქალაქის განვითარების ახალი პროექტები გააცნო. თუმცა მანამდე ტყიბულელების პრობლემების გაცნობა მიწისქვეშ 2 კილომეტრის სიღრმეზე დაიწყო. სტაჟი ძალიან მეუბნება. 50 წლის სტაჟი. მიხეილ სააკაშვილის წინასაარჩევნო პირველი გასვლა ტყიბულში მიწისქვეშ 1200 მეტრზე შედგა. მინდელის სახელობის მაღარო, რომელიც წყლით იყო დათბორილი, დღეისთვის სრული დატვირთვით მუშაობს. მაღაროში 1000-მდე ადამიანია დასაქმებული. დაგრევის საზე იყო მისული, მაგრამ აქ ახალმა მთავრობამ თქვა მიხეილ სააკაშვილის მოხმარებიდან ამ ბატონო ლევან კოჩქიანის მოხმარებით ყავს სახლა აღდგა ფოქსა და ამდგარი თითქმის იყო, მაგრამ ახორჩენდა მშობლაცებია და აღშენიც გამოდის ახლა თან წისვლა და ხორჩენდა ყველაფერი კარგად რა. სანამ კანდიდატი მიწისქვეშ ჩავიდა და დამწყებ მაღაროელებს შეხვდა და მათი პრობლემებით დაინტერესდა. გაესაუბრა ასევე სტაჟიან მაღაროელებს, რომლებიც თითქმის 24 საათს მიწისქვეშ ატარებენ. მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში სააკაშვილი მათ ხელფასების გაზრდას შეპირდა. რამდენად გამომუშავება? ვაჭარს მუშაობ რა. ვასლა რამდენად? ვასლა დაბათასოლასამდე რომ მომლე. კონდათ იყო ესე. მაღარომდე პრეზიდენტობის კანდიდატმა ტყიბულის ნომერ 1 საჯარო სკოლაც მოინახულა და შენობის გათბობის პრობლემებით დაინტერესდა. რადიატორის შეება სამუშაოები 2 დღეში გვქნება ცენტრალური დათბობა ერთ-ერთი დასამონტაჟე. მაგრამ მთელი პრობლემა არის იმაში, რომ იცოდეთ, რომ ჩვენ მითითებაც და ფულიც სამინისტროს იმისათვის, რომ გათბობები დაყენებული იყოს სკოლაში, მივეცეთ თებერვალში. ეს არის ესე იგი 9 თვეზე 9 თვის წინ. ახლა მთავრდება ცენტრალური გათბობის მონტაჟი, 2 დღეში გაიშვებს ეს გათბობის სისტემა. დანარჩენი აღჭურვილი არის აბსოლუტურად ახალი მერხებით. გათბობაზე და ელექტროენერგიაზე საუბარი პრეზიდენტობის კანდიდატმა თეატრში შეკრებილ საზოგადოებასთანაც განაგრძო. მომავალ წელს ტყიბულში თბოელექტროსადგური აშენდება. გაზაფხულზე კი მუშაობას საქსოს სამყერვალო ფაბრიკა დაიწყებს, სადაც 1500 სამუშაო ადგილი იქნება. აბა რასაც უხარი გაქვს გამზადებული ტყიბულისთვის ხოდ გამოაცხადა.
ახლა დავიწყებთ ჩვენ მუშაობას მომზადებას კადრებისას და გაზაფხულზე 1500 ქალი და სამსახურის ფაბრიკას დიდების დასაქმებიან. მოდით ესე ბატონმილევი აშკარად პრეზიდენტობას არაპირებს და მე გადმოთაგრულ ისმაც უნდა. გაზაფხულზე მაგრამ ნეტავი ცოტა ნაკლებად ხალხმა იცოდეს ლაპარაკი და ცოტა მეტი ყავდეს ასეთები. იმიტომ რომ გაზაფხულზე ბატონი მილერი აშენებს ახალ საქსოვ სამკეროვო ფაბრიკას აქ ტყიბულში და 1500 ტყიბულელი დასაქმდება მუდმივი სამუშაოთი და გექნება სახში მისადარი სასულთი. დღის ბოლოს მიხეილ სააკაშვილი ტყიბულში ყველაზე ხანდაზმული მაღაროელის ოჯახს ეწვია. ცირეკიძეებთან სტუმრობის შემდეგ პრეზიდენტობის კანდიდატმა იმერეთი დატოვა. დღეს გული გამინართა მე დავფერი ზაფხულში ტყიბულებს ამოვით. დღეს ყველა ზაფხულში ვიყავი კარგავიჩი. ყველაზე ცუდა მინჩი სამოვეთ. ვერანაირი ამიტომ მით უმეტეს უმაშ გზა არ იყო და ეხლა გზა არის. გაგიმეს.